მოგესალმებ ამ დილის 11-ის ნახევარზე მეგახლავართ გიორგი დარასელია. ყოველთვის გადიოდა ხოლმე ჩემი გადაცემა განმეორებით და დღეს იქნება პირდაპირ ეთერი ამ 11 საათზე. ხო და იმისათვის რომ თქვენ აი ამ ბოლო კვირასთან დაკავშირებით წინა გადაცემაში ვერ ამოვწურეთ საკითხი და გვინდოდა აუცილებლად რაღაც ბევრი ინფორმაცია და მეტი ინფორმაცია მიგეხოთ და ამისათვის მამა გიორგი მოვიწვიეთ ისევ სტუმრად ჩვენთვის რაც ძალიან თბილი და აი ძალიან სასარგებლო რჩევების მომცემი სტუმარი დაგლოცეთ მამაო თუ შეიძლება დაგლოცოთ ღმერთმა დაალოცოს თქვენი ტელემაყურებელი სრულიად საქართველოს დიდი მადლობა მამაო და თუ შეიძლება მამაო ამასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ რომ ნებიშვიდეული ჩვენ ვერ ამოვწურეთ ეს თემა და იმ დღეს გავჩერდით იმაზე რომ დიდი ხუთშაბათი პარასკევი და რა შეიძლება რომ აი ამ თემასთან დაკავშირებით თქვენ უთხრათ ადამიანებს დიახ უპირველეს ყოვლისა აღნიშნავთ რომ წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე პერიოდში ვიმყოფებით ვინაიდან მოგეხსენება თქვენ რომ აი ახლა მიმდინარე კვირა დაკავშირებულია მაცხოვრის ვნებასთან შესაბამისად ეს საკითხები იკითხება თქვა ტაძრებში ამიტომ აი დამთავრდა აღდგომასთან დაკავშირებული 40-ეული ანუ დღე 40 დღე მარხვისა და დაიწყო ნებიშვიდეული რომელიც უნდა ვთქვა ჩვენ რომ ცალკე მდგომი პერიოდია და ვისაც კი თქვა ეს 40-ეული არ უმარხულია აი ახლა ყოვლად აუცილებელია რომ აი ეს ერთი კვირა მაინც შეინახოს წმიდად აი ეს ერთი კვირა მაინც იმარხულოს ვინაიდან ადამიანის განწმედა მარხვისა და ლოცვის გარეშე შეუძლებელია აი არის შემთხვევა როცა თქვა ადამიანები თვითნებურად მარხულობენ თქვა მუზღვართან შეუთანხმებლად ეს არ არის სწორი ვინაიდან თუ კი შენ მხოლოდ მარხულობ საკვებით და თქვა არ დადიხარ ტაძარში აღსარებას არ აბარებ არ ეზიარები და ქმედებით არ აღასრულებ შენს ქრისტიანობას თავისთავად ცხადია რომ ღვთისგან არ მიიღება თქვა ასეთი მსხვერპლი ამიტომ უნდა მივიდეთ აუცილებლად მოზღვართან ამ ერთი კვირის განმავლობაში მაინც რათა აი აღდგომის სიხარულის განცდა პირდაპირ არის დაკავშირებული თუ რამდენად განიცდის ადამიანი ჯვარცმას მაცხოვრისას აი ამ კვირის საკითხებში ჩვენ გვაქვს ესეთი ზნისწინი გამოყენებული თანა ანუ თანა ჯვარს ვეცვით ჩვენთან ერთად თანა განვიცდით ჩვენთან ერთად თანა ვევნებით და შემდგომ თანა აღდგებით აი ეს თანა ამ თანაში მოიაზრება სწორედ ჩვენი სრული ჩართულობა ნებიშვიდეულის თქვათ ნებიშვიდეულისას აღსრულებულ მაცხოვრის მიერ აღსრულებულ აი ამ უდიდეს ქმედებებში რაც შეეხება თქვა დღევანდელი სამშაბათია ხო ორშაბათი ხუთშაბათი პარასკევი რა ტარდება ორშაბათს სამშაბათს და ოთხშაბათს თლიანად იკითხება სახარებები ტაძრებში ხუთშაბათს ტარდება წირვა აბსოლუტურად ყველა ტაძარში ვინაიდან მოგეხსენება თქვენ რომ დიდი ხუთშაბათი არის დღე როცა მაცხოვარმა ზიარების საიდუმლო დაარსა ხუთშაბათს საღამოს ყოველ ტაძრებში იკითხება 12 ვნების სახარება და მნიშვნელოვანია რომ ადამიანი დაესწროს ამ სახარებათა კითხვას და განიცადოს ის ქმედებები რაც მაცხოვარმა აღასრულა ჩვენი გამოხსნისათვის წითელი პარასკევი არის მწვერვალი ღვთის განკაცების გამოვლინებისა ვინაიდან ჩვენთვის თითეული ჩვენთაგანისთვის თუნდაც გარდაცვლთათვის თუნდაც ჯერ არ დაბადებულთათვის ქრისტე ჯვარზე გაეკრა ქრისტე ჩვენთვის მოკვდა და ჩვენს რა თქმა უნდა სათანადოდ უნდა შევხვდეთ მის ჯვარცმას რომ განვიცადოთ 2 საათზე ყოველ ტაძარში ნუ ჯერ პარასკევს დილას ხოთაშოს ეს უნდა ვთქვათ რომ წითელ პარასკევს წირვა არ ტარდება არსად რატომ იმიტომ რომ თავად განკაცებული ღმერთი შეიწირა კაცობრიობის გამოხსნისათვის ხოლო 2 საათზე ყოველ ტაძარში აღესრულება გარდამოხსნის მსახურება რაშიც მოაზრებულია ის რომ ადამიანმა უნდა განიცადოს ქრისტეს ჯვარცმა გარდამოხსნა და საფლავად დადება მე შაბათი დღე მოდის და რაც შაბათ დღეს ეკლესია მოიხსენიებს ესე იგი ღვთის ღმერთის სულით ჯოჯოხეთში შთასვლას და ჯოჯოხეთის მეუფების წარწყვენას და მართალთა სულების გადაყვანებას
სასופეველში და ბოლოს თენდება კვირიაკე და ვეგებებით ღამის 11 საათზე დაიწყება ტაძრებში მსახურება და ვეგებებით ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას განწყობილ მდგომარეობაში. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მამაო და ჩვენთან რაღაც პოპულარულ საკითხებს წამოვიკიდებ, იმიტომ რომ ყველა რაღაცნაირად ერთნაირად ხსნის ყველაფერს. მე ხოლო მინდა რომ რაღაც სხვანაირი კითხვები დაგისვათ და სხვა რაღაცა თემები წამოვწიო ამ ყველაფრიდან, იმიტომ რომ ალბათ ყველაფერი ახსნილია დღეს, მაგრამ არის რაღაც საკითხები, რომელიც ჩვენთან პოპულარულია. მაგალითად, ზიარების საკითხი, როცა იუდა ეზიარა. ამბობენ ხო, რომ იუდაც ეზიარა და ეს არის იმის მაგალითი, რომ შეიძლება დღეს ჩვენ რო ვეზიარებით, აი მე რა იუდაც ეზიარა და აი იმიტომ არის, რომ ჩვენზეც არის დაშვებული. ანუ მაცხოვარმა სიტყვაზე სამუხის კარი გახსნა, ავაზაკიც ცხონდა. ავაზაკი ცხონდა, ამ შემთხვევაში ჩვენც გვაქვს შანსი, რომ ცხონდეთ და უბრალოდ უიმედოთ, რომ არ დავჩენილიყავით და ეს მაგალითები დაგვიტოვა სპეციალურად და იმისათვის, რომ ჩვენ უიმედოთ არ დავჩეთ, ხო? ყველას აქვს შანსი ყველაფრის. ეხლა აი რომელი საკითხი კითხოთ, ზუსტად არც ვიცი, მამა, მაგრამ აი ავაზაკთან დაკავშირებით თუნდაც, ხო? და მაშინ მიუყვები, ვინაიდან მე აი მიცვალებულების დღეებია და რაღაცები, ამ ყველაფერს მიუყვები და უფრო საინტერესო გახდა შემდეგ საფლავებზე გასვლა და ამასთან დაკავშირებით ვილაპარაკოთ. ავაზაკის ცხონებასთან დაკავშირებით. ავაზაკი ჩვენ ვიცით, რომ ავაზაკი ცხონდა ერთი სიტყვით. შეიძლება აგერ ადამიანები მთელი ცხოვრება რაღაცა ქრისტეს ვადიდებთ და ბოლოს გარდავიცვალოთ და სიტყვაზე ვერ ცხონდეთ ისეთი ცუდი საქციელებით დავამთავროთ ჩვენი ცხოვრება, ხო, მაგრამ ეს ადამიანი მთელი ცხოვრება თავისი ცუდი საქციელებით იცხოვრა და შემდეგ რაღაცა ბჭყალებში უშრომველად, რაღაცა წუთებში ერთი სიტყვით ცხონდა. ამ შემთხვევაში ჩვენ ეს გამოყენებული გვაქვს იმათ, რომ სულ ყოველთვის აი ცუდად ვიქცევით, მაგრამ მე რა მოხდა ავაზაკიც ცხონდა. ნუ ძალიან ცუდი შედარება არის და წახალისებაა ჩვენთვის ის, რომ სიტყვა შეგვიძლია ცუდად მოვიქცეთ, იმიტომ რომ ავაზაკი ცხონდა და ჩვენ შეიძლება ვცხონდეთ. ამ შემთხვევაში მამაო, რა არის აქ ნორმა დაშვებული და რა არის მიჩნეული, რა მიიჩნია აქ და რა არის ნაგულისხმები იმაში, რომ ავაზაკი ცხონდა. დიახ. ავაზაკთან დაკავშირებით იმასთან, რომელიც ცხონდა არსებობს საეკლესიო სწავლება. დავიწყოთ იქიდან, რომ ავაზაკის მიერ აღიარება მაცხოვრისა მხოლოდ და მხოლოდ ლუკა მახარებელთანაა. მათე და მარკოზი ამბობენ საპირისპიროს ბჭყალებში, ისინი ამბობენ, რომ ორივე ავაზაკი მას აძაგებდა. ხოლო ლუკა მახარებელი შენიშნავს, რომ ავაზაკი მიმართავდა უფალს და ეუბნებოდა, რომ მომიხსენე მეუფალო, ოდესმე მოხვიდეს სოფებით და შენ. რაშია საქმე? რომელია მართალი? მათე მარკოზის გადმოცემა თუ ლუკა, რა თქმა უნდა, სამივე აბსოლუტურ ჭეშმარიტებას წარმოადგენს, ვინაიდან სახარება ჭეშმარიტების დამოწმებაა სწორედ. მაშინ რა წმინდა იოანე ოქროპირი, წმინდა კირილე ალექსანდრე განმარტავენ და ამბობენ, რომ როცა ავაზაკები ჯვარს აცვეს, ორივე გმობდა მაცხოვარს. და მარჯვნივ თანაჯვარცმული ავაზაკის მოქცევა ჯვარზე აღესრულა. აი თქვენ მართალი ბრძანთ, რომ რამდენიმე საათში მოხდა ეს. შესაბამისად, ღვთისთვის არა აქვს მნიშვნელობა, აი მე-11 ჟამის იგავი ყველას კარგად მოეხსენება, ხო? ზოგი მოდის 3 საათზე, ზოგი მოდის 9-ზე და ბოლო მომსვლელი 11 საათზე მოდის, ხო? მაგრამ პატრონი სამივეს ერთი და იმავე გასამრჯელოს აძლევს. რატომ? იმიტომ რომ უფლისთვის დროს კი არ აქვს თქვათ მნიშვნელობა იმდენად, რამდენადაც უმთავრესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის განწყობას. აი ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ეკლესიაში დადიან, გადის წლები და ისინი არ იცვლებიან. რატომ? იმიტომ რომ ეკლესიაში შესვლით მხოლოდ ეკლესიური ვერ გახდები. თუ კი ადამიანის ქმედების და აზროვნების განსაზღვრელი არ არის ეკლესიური მოზღვრება, აი როგორც წარმოიდგინეთ, აი ბატონო გიორგი, მე რომ ეხლა ქირურგიულ კაბინეტში შევიდე, ამეთ ხო ქირურგი ვერ გავხდები. ან ყაზარმაში რომ გავათენებ, ამე ჯარისკაცი ხო რატო ვერ გავხდები? იმიტომ რომ ჩემი საქმით ვერ დავადასტურებ იმას, რასაც თქვათ ჩემს თავს უწოდებ, ხო? ამ შემთხვევაშიც თუ კი ჩვენ ქრისტიანული ცხოვრება გვინდა, აუცილებელია ის, რომ ეს ქმედებაში აღვასრულოთ. ქრისტიანის ქრისტიანობა თითოეულ დეტალში უნდა ჩანდეს და ავაზაკის მაგალითი ამის აბსოლუტური მაგალითი გახლავთ, ვინაიდან ჯვარზე მოხდა მისი მოქცევა. სხვათა შორის აი თან აი მე ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზე კირილე ალექსანდრიელი ბრძანებს, რომ დააკვირდით ავაზაკის გარშემო ყველა ლანძღავს მაცხოვარს. ფარისევლები, სადუკევლები, იქ მყოფი საზოგადოება და თვითონ მეორე ავაზაკიც, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, მან შეიცნო ღმერთი. აი იოანე ოქროპირის აქვს ბრწყინვალე სწავლება, სხვადასხვა საგანგებო აი ამ ავაზაკთან დაკავშირებით და სვამს ასეთ კითხვას. მართლაც რა გააკეთა ავაზაკმა ისეთი, რომ მან სასუფეველში შეასწრო მოსეს
აბრაამს, ისააკს, უდიდეს მამებს, პატრიარქებს, ძველი აღთქმისა, საჯულებს, მეფეებს, ძველი აღთქმის რა გააკეთა ასეთი ბოლოს და ბოლოს ამავაზაკმა, ხო? და ასეთ თვითონვე პასუხობს შემდგომ წმინდა იოანე ოქროპის სინურ მრავალთავშია თოთაშვილის ეს წყინვალე მოწყობა დაცული, ის ბრძანებს რომ თუ კი ძველი აღთქმის მართლებს ღმერთი დიდებაში ეცხადებოდათ, ავაზაკმა ღმერთი გარეგნულად შეურაცხყოფ მდგომარეობაში იხილა. ყოველწლისოვა მაგალითად მოსეს როცა ეცხადება ღმერთი ვეუბნება მაგალითად მაყლოვანთა რომ გაიხადე ფეხზე ვინაიდან ადგილი რომელზეც ხარ წმიდა იქ ელიას და ასე მაგრამ ავაზაკმა ღმერთი იხილა გარეგნულად შეურაცხყოფში და აი ამ შეურაცხყოფაში განჭრიტა მან ღმერთი. აი ამიტომ დააჯილდოვა თან მე მინდა გავუსვა ხაზი რომ ავაზაკის მდგომარეობას რომ ის მეორე ავაზაკი ასე უუბნება რომ გადმოიხსენიო შენი თავი და ჩვენს გვიხსენიო ხო და ეს მარჯვენა ჯერ მიმართავს იმ ავაზაკს და ეუბნება რომ არც ხვენია ჩვენ სამართლიანად ვისჯებთ ამას კი არაფერი დაუშავებია შემდგომ მიმართავს უფალს და ეუბნება მომიხსენე მე უფალო ოდეს მოხვიდეს უფევით და შენითა მაცხოვარი წარმოიდგინე ეს ყველაფერი ჯვარზე ხდება მაცხოვარის გაკრულია ჯვარზე მაცხოვარი მიუბრუნდება და ეუბნება სიტყვებს რომელსაც მთელი კაცობრიობა დღიდან ადამიანსა და ევას დაცემისა ელოდა ასე უნება დღესვე ანუ ხვალზე კი დღესვე ჩემთან ერთად იქნები სასუფეველში და აი მართლაც ეს არის უწყინვალესი მაგალითი იმისა რომ ყოველ ადამიანს აი მე მინდა მიმართო ადამიანები რომლებიც თქვა ეს შეჭირებულნი არიან ადამიანები რომელთაც განსაცდელი აქვს ადამიანები რომლებიც ურჯულო და არაეკლესიურად ცხოვრობენ ეკლესიაში მოსვლა და ცხონებისკენ წარმართვა საკუთარი ძალისხმევისა არასოდეს არის გვიან პირიქით დროულია ყოველთვის და იმიტომ რომ ისეთ მეორე თქვათ ის არის დღეს მაგალითად ტაძრებში 10 ქალწულის იგავი იკითხება ხო და ყველას ახსოვს ამ იგავისთან დაკავშირებით რომ იმ 5 ქალწულს არ ეყო ხო ზეთი არ ეყო უფრებოდა და იმ ზეთში საქმეები იგულისხმება ესე იგი არავინ იცის ხვალინდელი დღე დადგება თუ არა ღმერთმა ყველა დიდხანს გაცოცხლოთ და გვაცოცხლოს ხო მაგრამ ამის გარანტია რა შესაბამისად რაც დღეს არის გასაკეთებელი უნდა გაკეთდეს დღეს და აი გადადება თქო ხშირია შემთხვევა როცა ადამიანები დებენ რომ აი მე დღეს არ ჩავაბარებ ახსალებას აი ერთი კვირის შემდეგ მივალ თქო ამ თქვა აი წირვას ერთი კვირის შემდეგ აი ამ არხვას არ შევინახავ და თქო იმ არხვას აუცილებლად მაგრამ იცი შენ რომ თქო მომავალი მარხვა დაგიდგება მაგრამ ეს რომ არ იყოს ის მარტო სიკვდილის შით კი არ უნდა კეთებოდეს ეს შენ თვითონ უნდა გიდოდეს რომ შენი თავი ღვთის მადლის გარეშე არ დატოვო იმიტომ რომ თუ კი შენს თავს ღვთის მადლის გარეშე ტოვებ და განიძარცვა ამ ღვთის მადლს მაშინ ეშმაკი ძალიან მარტივი მოსარევი იქნება აი ახლა მარხვის პერიოდში ვარ ხო გახსოვთ სიუჟეტის სახარები და როცა ეშმაკეული ერთხელ თვით მოციქულებმაც ვერ განკვეს და მე მაცხოვარს კითხვას უსვამენ თუ რატო ვერ შეძლეს ეს და მაცხოვარი მათ პასუხობს ეს მოდგმა არაფრით განვალს გარდნა ლოცვით და მარხვით ესე იგი ერთადერთი იარაღი ეშმაკის წინააღმდეგ რომელიც წინაშეც უძლურია აბსოლუტურად არის სწორედ ლოცვა და მარხვა და რეალურად სწრარია ადამიანი რომელიც აი ხშირია შემთხვევა როცა იმართლებენ თავს რომ აი მე ეშმაკი მებრძვის და ამას იმიტომ ვაკეთებ თქვათ თქო ეშმაკი კი არ გებრძვის ეშმაკი შენ ვერ შეგებრძოლება თუ კი შენ იარაღი გაქვს მის წინააღმდეგ ხო რა თქმა უნდა ეშმაკი გიქმნის სიტუაციას მაგრამ შენ რისი რატო მოგწა ღმერთმა გონება რატო ხარ მისი ხატი იმიტომ რომ გახდე მისი მსგავსიც ხო მოგეხსენებათ ხატება არის პოტენციალი რაც ჩვენში არის თავისუფალი გონება თავისუფალი ნება თვითონ თავისუფლება ზოგადად ხო აზროვნება მაგრამ შენ ამ აზროვნებას და გონებას საიდან წარმართავ ეს შენი გადასაწყვეტია და მსგავსება სწორედ ამას ნიშნავს მე და იოან დამასკელის თანახმად ხო ჩვენზე არის ხა ავაზაკი შევიდა 64-ში პირველი სასუფეველი გაიხსნა მაგრამ სამწუხაროდ ამის შემდგომაც ადამიანები ჯოჯოხეთში მედიან და სამწუხაროდ უფრო მეტნი კაცობრიობის ისტორია მას აჩვენებს რატო იმიტომ რომ მართალია უფალმა ადამიანის ბუნება გამოიხსნა მაგრამ პიროვნების გამოხსნა ცალსახად ამ პიროვნებაზეა დამოკიდებული ანუ ჩვენს ცხონებაში ჩვენი ჩართულობა გადამწყვეტი ღვთისნებაა თავისთავად ცხადია მაგრამ ჩვენი ნების გარეშე ღმერთი არ მოძალადეობს თავისთავად ცხადია არავის ნებაზე იმიტომ რომ ამ ნების გამოხატვის უფლება თავად მოგვიბოძა მან ძალიან დიდი მადლობა მამაო და თქვენ ეხა ჩვენ ვახსენეთ და მთელი ამ სიტყვაზე მდგომარეობიდან ეს კითხვა გამოვიტანე რომ ავაზაკმა ხო მაცხოვარი აღიარა ცნო როგორ მდგომარეობაში ხო ჯვარზე გაკრული ყველა ადამიანის სიტყვაზე ბჭყალებში ერეოდა მას
სუსტ მდგომარეობაში და დასუსტებული და უძლური ისევე თავისნაირ მდგომარეობაში გაკრული ჯვარზე და ეხლა როგორი ძნელი არის ხო უყურებს სიტყვაზე და ღმერთი გონია და ამ დროს სიტყვაზე ადამიანები ერევიან ისე ჯვარსაც ეს რაღაცა ჩვეულებრივად ისა და ფიქრობ ეხლა მაინც საეჭვოა ხო ეხლა უბრალო ადამიანის ხედვით ან ავაზაკის ხედვით რომ ეს თუ ღმერთი არის ხო ესეთი ის არის ესეთ მდგომარეობაში როგორ იქნება როგორ ვერ ერევა ამათ ხო ესეთი და ამ მდგომარეობაში ადამიანმა დაინახა და აღიარა, ხო? და ეს დაუფასდა მას, ხო? ჩვენ კიდე ადამიანებს, მამო, აი ესეთი ადამიანები დღეს რო იყვნენ, ხო? ვერ აღიარებთ. ადამიანს უჭირს ადამიანის აღიარება, დაფასება. მით უმეტეს უბრალო ადამიანის დაფასება, რა. ის ღმერთი როცა იყო ყველაზე უბრალო, მაშინ ნახა. როცა იყო არაღმერთის პოზიციით, ხო? იქ. და აღიარა და ნუ მაგი დაუფასდა, ხო? ძალიან მაგარი დასაფასებელი არის და ცხონდა კიდევაც, ხო? ამ შემთხვევაში, მამო, ჩვენ ადამიანებს ძალიან გვიჭირს ერთმანეთის აღიარება, დანახვა რა. ადამიანს რა უნდა ეხლა დღეს ყველა იმას წუხს, რომ აი მე ვერავინ ვერ მხედავს. ესეთი მომენტი რა. ამ შემთხვევაში, მამო, ჩვენ რა უნდა ვქნათ? და როგორ უნდა დავინახოთ, იმიტომ რომ ნამდვილი დანახვა ადამიანისა ხო ის არის, რომ უბრალოს რო ნახავ და იმ უბრალოებაში არის ღმერთი, ხო? და აი ამ უბრალოს დღეს ვერავინ ვერ ნახულობს. ამ უბრალოს დღეს არ აქვს საშუალება იმისა, რომ იყოს უბრალო, იმიტომ რომ დღეს თუ იქნები უბრალო, ფაქტიურად უნდა მოკვდე. კი, ცოტა ისეთი არის, რთული საკითხია, ჩვენ ღმერთი აუცილებლად დაგვიფასებს და დაგვინახავს, მაგრამ არც ესეთი მაგარი ქრისტიანები ვართ, რომ ეხლა ჩვენ არავინ არაფერი არ დაგვინახოს და ჩვენ ვთქვათ, რომ აი მადლობა ღმერთო, ხო? ესეთი მდგომარეობა, რომ ადამიანს მაინც უნდა რომ მეორე ადამიანმა აღიაროს, დაუნახოს. აი ამ შემთხვევაში, მამო, ჩვენ რა უნდა ვქნათ? ჩვენ ანუ ხალხის სახელით ეკითხებით ამკითხავს თუ შეიძლება იმიტომ რომ დღეს ყველაზე რთული რაც არის ერთმანეთს აღიარება რაც გვიჭირს იმიტომ რომ ადამიანმა ერთმა მეორე რო აღიაროთ უკვე ძალიან მაგარი იქნება ჩვენი ცხოვრება ბევრად უფრო ლამაზი იქნება რა დარწმუნებული დიახ უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა რომ ქრისტიანობაში არ არსებობს ასეთი ცნება ბოროტი ადამიანი არსებობს ბოროტება ადამიანში ანუ როცა ჩვენ თქვათ ადამიანთან ურთიერთობა გვაქვს, ან თქვათ გვინდა რომ თქვათ რაღაცა სწოდვა ჩადის და გვინდა რომ თქვათ ვამხილოთ, მით უმეტეს თუ გვინდა რომ განვიკითხოთ და ასე შემდეგ. როცა ჩვენ გვინდა თქვათ ადამიანის ცუდი მდგომარეობის თქვათ ცუდი საქციელის გამოსწორება, უპირველეს ყოვლისა უნდა გავიაზროთ ის ვის ვებძვით. ვებძვით ამ ადამიანს თვითონ თუ მის მიერ ჩადენილ ქმედებას. ანუ ცოდვა ეს არის სულის დაავადება. აი წარმოიდგინეთ ადამიანი რომ ავად იყოს, ჩვეულებრივი ადამიანი რომ იყოს ავად, ხო? ამის და რაღაც სნეულება ჭირდეს. ამ სნეულების გამო ჩვენ ხო მას არ შევიძულებთ რა? პირიქით შეგვეცოდება. ასევე არ შეიძლება ადამიანი შევიძულოთ, ზოგადად არ შეიძლება და მით უმეტეს არ შეიძლება ადამიანი შევიძულოთ, თქვა ჩადენილი ცოდვის გამო. ჩვენ უნდა განვყოთ ერთმანეთისგან ადამიანი და მის მიერ ჩადენილი ცოდვა. აი ეს არის სწორედ ქრისტიანული მიდგომა და მართლაც იცით ამ ყველაფრის აი რა თქვენ ბრძანეთ ამ ყველაფრის საფუძველი და მიზეზი გახლავთ ის რომ ადამიანები საკუთარ დანაშაულს ხშირად ეძებენ სხვაში. აი თავის მართლების ცნება ძალიან მნიშვნელოვანია. აი მე მინდა ვთქვა რომ საეკლესიო მამათა მიხედვით ადამისა და ევას სამოთხიდან გამოძევების მიზეზი ჩადენილი ცოდვა კი არ იყო. ეს ცოდვა რომ მათ შეენანათ, რა თქმა უნდა ღმერთი მათ შეუნდობდა. არამედ იყო ის რომ მათ დაიწყეს ერთმანეთზე გადაბრალება ამ ცოდვისა და საბოლოო ჯამში ღმერთს დააბრალეს ყველაფერი, ხო შენ რომ გველი გააჩინე, შენ რომ ქალი მომიყვანე და ასე შემდეგ. კაცობრიობა თითქოს ერთწრეზე წრიალებს. ჩვენ აი ეფრემასურის ლოცვები იკითხება, ხო, დიდ მარხვაში და რას თხოვთ უფალს, ხო, ეფრემასურის პირით, რომ მომანიჭე მე უფალო განცდა თვისთა ცოდვათა და არან გაგკითხვა ძმისა ჩემის. და რატომ თუ კი შენი ცოდვების სიმძიმეს განიცდი, ფიზიკურად შენ სხვას არ დაუწყევ საქმეთა განხილვას და განკითხვას. ამ ყველაფრის თავი და თავი არის უბრალოება, არის თავმდაბლობა. აი თავმდაბლობას, როგორც მამები ცალსახად წარმოაჩენენ, თავმდაბლობა ეს არის ყოველი სათნოების სათავე, ისე როგორც ამპარტავნება, ეს არის ყოველი უგვანობის და ცოდვის სათავე. წარმოიდგინეთ თქვენ რომ ამპარტავნება არის ცოდვა, რომელმაც ანგელოზი ეშმაკად გარდაქმნა, ანგელოზი ეშმაკად აქცია. და თავმდაბლობის უმწვერვალესი მაგალითი თავად განკაცებულმა ღმერთმა დაგვიდო წინ, როცა განკაცდა, როგორ გამთელი მისი ცხოვრება ერთი დივდი თავმდაბლობაა, რაც მან თქვათ მოიმოქმედა. ხო აი მახსენდება სიტყვების სახარებიდან, როცა მაცხოვარი ბრძანებს ეუბნება შეკრებილ საზოგადოებას, რომ რა გინდათ,
მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და მასზე ამბობდით რომ არ ჭამს, არ სვამს, უდაბნოშია. მოვიდა კაცისზე, კიდეც ჭამს, სოდვილთა მეგობარი და ამბობთ რომ აჰა, კაცი სოდვილთა მეგობარი. ანუ მაცხოვარმა მე მინდა ერთ რამეს გავამახვილო ყურადღება, რომ ვინ მიიღო ქრისტე, ვინ მიიღო განკაცებული ღმერთი? სწორედ უბრალო ადამიანებმა, ყოფილმა მეთევზეებმა, მებადურებმა, მეძავეებმა, მებაჟეებმა. რატომ? ისმის კითხვა, რატომ? იმიტომ რომ მათ გული გაუხსნეს უფალს. ანუ უმთავრესი არის ის, რომ ღმერთს შენი შინაგანი სამყარო, ერთ-ერთ წინასწარმეტყველს ეუბნება გახსოვთ თქვენ ძოლახმაში ღმერთი, რომ ადამიანი ხედავს ადამიანის სახეს, ღმერთი კი განჭრევს ადამიანის გულს. თორემ მარტო თქვათ სწავლებითად ფარისევლებიც განსწავლულები იყვნენ, მაგრამ მათ გამოუტანენ სწორედ მაცხოვარს ასეკლო განაჩენი. ხო, იგივე ავაზაკთა მიმართებაში როცა საუბრობდით, ფაქტობრივად არსებობს საეკლესიო სწავლება, რომ ეს ავაზაკი წარმართი იყო და ის მეორე თანაჯვარცმული მაცხოვრისა იყო ებრაელი. ჩანს მისი სიტყვებიდან ეს ახლა ამას ანალიზს არ მოყვები და რატომ მიიღო ამ ავაზაკმა? სწორედ იმიტომ რომ თავი დაიმდაბლა, მიხვდა მისი უღირსება და ღმერთს თხოვა დახმარება. ეს არის ყოვლად მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი იცით რაზეც საუბრობთ, რომ წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს, როცა განმარტავს ფსალმის შემდეგ სიტყვებს, რომ განიცადეთ და იხილეთ რამითო ტყბილარს უფალი. და იქვე ბასილი დიდი ბრძანებს, რომ თუ კი ამას ადამიანი არ განიცდის, ეს სიტყვები არაფერს მომტანი არ იქნება და ადარებს. ეხლა მე როგორც ბასილი დიდი ასე განმარტავს, რომ მე რაც არ უნდა გესაუბრო თქვენ თაფლის სიკარგეზე, სანამ თქვენ თვითონ არ მიიღებთ ამ თავს, ბოლომდე ვერ მიხვდებით რაში მდგომარეობს თქვათ თაფლის გემოს თქვათ სიამოვნება. ასევე თუ კი ჩვენ თავად არ ვიქნებით გამცდელნი საღმრთო მადლისა, თავისთავად ცხადია საუბარი საუბრად არჩება. და როგორ უნდა ვიყოთ გამცდელნი საღმრთო მადლისა? ქმედებით, როცა აღვასრულებთ ჩვენ ქრისტიანობას. იცით, ყოველ დეტალში ჩანს, ხა რაღაცა თეორია რო არ გამოვიდეს, ყოველ დეტალში ვლინდება ადამიანის ქრისტიანობა. თქვათ, ვიღაცები, თქვათ, რაღაცა, ამ მაგალითი რო ავიღოთ, ხო, პრაქტიკული. თქვათ, შეიკრიბა რაღაცა ჯგუფი და განეკითხავს ყველა და შენს რაღაც ისეთ სიტუაცია შეიქმნა, რომ რაღაცა გონია რომ მიძულებული ხარ, არა. შენ უნდა განერიდო ამას. ანუ შემოთავაზება როცა არის ეშმაკისგან, იქ უნდა გამოაჩინო, რომ ნამდვილი ქრისტიანი ხარ, ხო? თქვათ, რაღაცა გაბრაზდი ძალიან, განრისხდი და გინდა რომ ამოანთხიო ეს მრისხანება და იმართო, თქვათ, იმ ადამიანის მიმართ, ვინც ესე იგი შენ გაგაბრაზდა, ხო? მაგრამ არა, შენ ითმენ ამას. შენ გახსენდება ქრისტემ შენთვის რა დაითმინა. ქრისტე შენთვის მოკვდა და შესაბამისად შენ აიძულებ შენს თავს, აიძულებ ხაზგასმით ვამბობ, რომ ასე არ მოიქცე. სწორედ ეს არის სასუფეველი ღვთისა იძულების ბრძანის მაცხოვარი და სხვათა შორის ჭეშმარიტ თავისუფლება სწორედ ეგ არის. როცა შენ თქვათ გუშინ განიკითხავდი, დღეს აღარ განიკითხავ, განთავისუფლდი ამ ცოდვისაგან. შენ გუშინ მრისხანე იყავი და დღეს მრისხანე აღარ ხარ, გათავისუფლდი ამისაგან. და ანუ ადამიანის ჭეშმარიტ თავისუფლების სათავე არის სწორედ თავმდაბლობა და თავმდაბლობა არის სათავე ადამიანის ყოველთაგან განწმენისა. ძალიან დიდი მადლობა მამაო. პირველი ნახევარი იწურება, თქვენ თქვით რომ რაღაცა ბევრი დრო არისო და ხო ხედავთ როგორ გაგვექცა ნახევარი საათი უკვე და შემდეგ აუცილებლად ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით თუ იწყება საფლავზე გასვლა აღდგომის შემდეგ რაღაცა და აუცილებლად დაგვიბრუნდით რეკლამის შემდეგ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ისეთ თემებს შევეხებით, რაც იქითა კვირაში თქვენ თვითონ პირადად მოგიწევთ ამ ყველაფრის გავლა და როგორ უნდა გავიაროთ, რა არის საჭირო, ან ვინც სიტყვაზე არ ვართ აქ საქართველოში, როგორ შეიძლება რომ იქიდან სიტყვაზე ჩვენ მიცვალებულებს რაღაც მოიხსენიოთ ამ პატივიცეთ და დაგველოდეთ, ცოტა ადრე დავამთავრებ და შემდეგ ეს დრო იქითკენ გადავა ალბათ იმედია. დაგიბრუნდით და არ გიგონოთ რომ გამოვიწყდა ის ადამიანები, ვინც ჩვენი მსმენელია, თავში არ მომიკითხავს და მინდა რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ავიცის ნეულებასაც შინახავთ, ბევრი ისეთი ადამიანი გვისმენს და გვიყურებს, რომელიც მარტოობასაც შინახავთ, ზოგი უცხოეთში ხარ, ზოგი პატიმრები და ყველას მინდა რომ ბედნიერი აღდგომა და ყველაფერი კარგი გისურვოთ და იმედიანი ხვალინდელი დღე გისურვოთ და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. და აუცილებლად მინდა რომ ის კითხვები დავსვა, იმიტომ რომ თქვენი ბოლო ისეთი სადკივარი და სიხარულიც ის არის, რომ რაღაცა ელზადებით ხოლმე რაღაცა ზოგი კვერცხს ღებავს, ზოგი პასკას აკეთებს, რომ შეხვდეთ აღდგომას, ეს მარხულობთ თუ არ მარხულობთ, ყველა ის ადამიანი რაღაცა ცდილობთ თქვენი
გულიდან გამომდინარე, რომ თქვენ მიცვალებულებს ყველას ყავს ჩვენ მიცვალებული, რომ რაღაცა პატივიცეთ, საფლავზე გახვიდეთ რაღაცა და თუ აი ამ ბოლო პერიოდში როგორ უნდა მოვიქცეთ. ზოგიერთი ადამიანი აღდგომას გადის, შეიძლება თუ არა აღდგომას გასვლა, მე რეგიონებში ვიცი, რომ ხშირად გადიან ხოლმე და საერთოდ საფლავზე როდის უნდა გავიდეთ და რა მნიშვნელობა აქვს საფლავზე გასვლას, რა მნიშვნელობა აქვს გლოვას ამ შემთხვევაში და თუ არის მიღებული იმ დროს გლოვა, როცა არის აღდგომა სიტყვაზე, ჩვენი მიცვალებულის, იმიტომ რომ მაინც საფლავზე გასვლა არ გასვლა ფიზიკური მდგომარეობა კი არა, ის უბრალოდ სულიერად არ არის დაშვებული, რომ სიტყვაზე ადამიანი როცა არის ზეიმი, ზეციური, ჩვენ მივიპყროთ გლოვით ყურადღება ჩვენი. და არ უნდა რომ ღმერთმა ეს დაუშვას და მაგიტომ ხდება ხოლმე რომ აღდგომას ძირითადად და ისეთ დღესასწაულებზე ჩვენი ქორწილები, ნათლობები თუ რაღაც ისეთი დღესასწაულები რაც არის პირადი, არ არის ხოლმე რომ აი ტოლი არ დაუდოს იმ დღესასწაულს და არ გადაფაროს კიდევაც, აი მაგის გამო არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში და მამაოს ჩვენ დავიკითხებით რომ ჩვენ რა ვქნათ მამაო, როცა გვიყვარს ხოლმე აღდგომას სიტყვაზე ზოგიერთი ადამიანი იღვიძებს და არავინ არ ყავს. და ის ერთი დღე უნდა რომ გავიდეს თავის იმ ადამიანთან, ვინც ყავს ზეცაში. რა თქმა უნდა, ყავს ჩვენ, ვისაც მიცვალებულები ყავს, იქ ყავს ზეცად, ხო? და გადიან. მე ხა ამის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ აქვს თავისი შეხედულება ეკლესიას და რაღაც ზომები და ნორმები და აუცილებლად მინდა რომ აი ამ ფარგლებში ჩავჯდეთ და ამ შემთხვევაში ჩვენ რა უნდა ვქნათ? ვინაიდან ზოგს შაბათს უყვარს გასვლა, ზოგს კვირას, რა ვიცი, ზოგი აი ესე და თან რაღაცა ისინიც არის ხოლმე, რომ აი სიტყვაზე ამბობენ ხოლმე, რომ პარასკევს უნდა მოიხარშოს აუცილებლად კვერცხი, შაბათს არ უნდა გატყდეს, ან უნდა გატყდეს თუ არა როდისღაც ან იმას. აი ძალიან ბევრი დეტალია ალბათ და თქვენ თუ აი ამ დეტალებს გეხვეწებთ, აი ეს უფრო აინტერესებთ ხა ძირითადად, ვიდრე სხვა დანარჩენი თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით თუ გვეტყვით ძალიან დაგვავალებთ და მადლობას მოგიხდით, დიახ. უბრალოდ ყოვლის აღნიშნავ რომ უმთავრესი არის ადამიანი როცა დღესასწაულობს ნებისმიერ დღესასწაულს და მით უმეტეს დღესასწაულთა დღესასწაულად წოდებულ აღდგომას იცოდეს ამ დღესასწაულის მნიშვნელობა. ეს არის უმთავრესი. ყოველივე უხილავისა და ხილულისაგან შედგება. უხილავი უნდა განსაზღვრავდეს ხილულს. თუ კი შენ თქვათ არ გიმარხულია და შენთვის აღდგომა მხოლოდ და მხოლოდ პასკის გაკეთება, წითელი კვერცხის შეღებვა თავის ხადია, ესე იგი შენ არ გაგიცდია რა არის აღდგომის ჭეშმარიტი სიხარული. წითელი კვერცხის და პასკაც არის სიმბოლური გამოხატულება იმისა, რაც შენ შიგნიდან უნდა გქონდეს. ის რაც შენ შიგნიდან უნდა გქონდეს, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული შენსავე მოღვაწეობასთან, შენსავე ქმედითად აღსრულებულ ქრისტეს მიერობასთან. აი თქვენ წითელი პარასკევი ბრძანეთ, წითელ პარასკევს უნდა შევიგრძნოთ ჩვენ რომ ეს არის განკაცებული ღმერთის ჯვარზე სიკვდილი. და ეს არის ჩვენს მიერ თითეულმა ჩვენთაგანმა უნდა განიცადოს, რომ ჩვენ ვაცვით მაცხოვარი ჯვარს. თითეული ჩვენი ცოდვა მაცხოვრის ჯვარცმაა. თითეული ჩვენი არასწორი ქმედება მაცხოვრისადმი მიყენებული შეურაცხყოფაა და შესაბამისად უნდა ჩვენი მოღვაწეობა წარმართოთ იქეთკენ, რომ განვიწმიდოთ და რაც უფრო მეტად განვიწმიდებით ცოდვათაგან, რაც უფრო მეტად შევიგრძნობთ წითელი პარასკევის სიმძიმეს, მით უფრო მეტად ვიქნებით გამცდელნი აღდგომის სიხარულისა, ვინაიდან ქრისტე რომ არ ჯვარცმულიყო არც აღდგებოდა. თავის ხადია მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდგომ მიეცემა პასკას და კვერცხს ის ნამდვილი დატვირთვა, რაც მას აქვს. რაც შეეხება საფლავზე გასვლას, ეს ძალიან სწორი აქცენტი ბრძანეთ თქვენ, ბატონო გიორგი, ვინაიდან ადამიანები მართლაც აი ვერ ისაზრებენ და თქვა დღეებით საზღვრავენ, რომ აი მაგალითად აი კვირას არ შეიძლება და ორშაბათს შეიძლება, სამშაბათს არ შეიძლება და პარასკევს შეიძლება. ეს თვითონ არასწორი მიდგომა, იმიტომ კიდევ ერთხელ ეს არის გარეგანი გამოხატულება თქვა შინაგან. ანუ საქმე რაშია? მოგეხსენება თქვენ რომ აღდგომა იწოდება დღესასწაულთა დღესასწაულად და აი ეს სიხარული განსაკუთრებულია პირველი 7 დღის განმავლობაში. სწორედ ამიტომ ქვია ამ პირველ 7 დღეს ბრწყინვალე შვიდეული. ანუ აღდგომის ბრწყინვალება თანაგანსდევს 7-ვე დღეს და ზოგადად არა მარტო ამ დღეს სრულიად ჩვენ ცხოვრებას, ხო? რატომ იწოდება? აღდგომა არის ჩვენი ცხონების უმთავრესი საშუალება. რომ არა როგორც პავლე მოციქული ბრძანებს ქრისტე რომ არ აღდგარიყო, მაშინ არაფერს აზრი არ ექნებოდა ამ ქვეყანაზე.
და მაშინ არ გაიხსნებოდა 64, მაშინ ჩვენ ჯოჯოხეთში დავრჩებოდით, ხო? ამას დღესასწაულობთ. ქრისტემ რომ შეგვირიგა, ეს არის ამ შერიგების დღესასწაულია, სწორედ აღდგომა. ჯოჯოხეთის წარწყვენა შაბათ დღეს, ანუ მაცხოვრის ჩასვლა და ახსნა ჯოჯოხეთის მეუფებისა და შემდგომ ისია. იმდენად დიდი სიხარულია ეს. ამიტომ არ აღესრულება ბრწყინვალე შვიდეულში თქვენ სწორად ბრძანეთ ჯვრისწერა. რატომ? იმიტომ რომ ეს იმდენად დიდი სიხარულია, რომ აქ პიროვნული სიხარული, პირადი სიხარული არ უნდა იყოს გადაფარული იმის მიერ. და რაც შეეხება საფლავზე გასვლას, ეხლა მე მინდა თქვა და თქვენ მოგეხსენებათ ეს რომ როცა ჩვენ საფლავზე გავდივართ, აღდგომა იქნება ეს ორშაბათი იქნება თუ ბრწყინვალე შვიდეული სამშაბათი, რისთვის გავდივართ? იმისთვის რომ ვიგლოვოთ თუ იმისთვის რომ მათაც მიულოცოთ აღდგომა? რა თქმა უნდა იმისთვის რომ მათ მიულოცოთ აღდგომა. აი ეს არ შეიძლება სიხარულის დროს გლოვა, როგორც გლოვის დროს სიხარული არ შეიძლება, ხო? არის როგორც სოლომონ ბრძენი ბრძანებს, არის ჟამი ქვათა დაკვებისა და არის ქვათა შენების. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ეხლა მაგალითად ნებიშვიდეულია და გლოვის დროა. ხო, წითელი პარასკევი გვაქვს და გლოვის დროა, მაგრამ როცა აღდგომა დადგება, უკვე იქ სიხარულის დრო იქნება და შესაბამისად, ჩვენ აი წარმოვიდგინეთ რამდენი ადამიანი არის იმ ქვეყნად. აი ჩვენ ვინც ვართ ახლა დარჩენილები თქვათ, ხო? მილიარდობით უფრო მეტი არის იმ ქვეყანაზე, ხო? შესაბამისად და საოცარი ის არის რომ ჩვენ ვართ ჯაჭვის პატარა რგოლი, ჩვენამდეც იყვნენ, ჩვენ შემდეგადაც იარსებებენ. ანუ რეალურად ჩვენ კი აღარ ველოდებით იმათ, ჩვენ გველოდებიან ისინი როდის გადავალთ. ამიტომ მათთვის აღდგომის მილოცვა უფრო მეტად უპრიანია, მეცას გეტყვით. აღდგომის მადლმოსილებას ისინი უფრო მეტად განიცდიან, ვიდრე ჩვენ ვინაიდან იქ უკვე დამდგარი, იქ უკვე აღდგომასთან დაკავშირებული სიხარული დგას. აღდგომასთან დაკავშირებული ნეტარება დგას იქ უკვე. და ჩვენ ამ ნეტარებისკენ მივილთვით, ჩვენ გზაში ვართ ჯერ, ისინი უკვე იქ არიან. შესაბამისად, ჩვენ მათ ულოცავთ ამ აღდგომას და ამით ერთის მხრივ ვადასტურებთ იმას, რომ ქრისტე აღსდგა, იცით, აი, მიცვალებას სიკვდილს არ ნიშნავს გარდაცვა, აი, მაცხოვარი ბრძანებს ბრწყინვალედ გაიხსენოთ, რა წერია ძველ თქმაში, ღმერთი ამბობს, რომ მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ისააკისა, იაკობისა, არ არის ღმერთი მკვდართა, არამედ ცხოველთა, ანუ არ არსებობს მკვდართა ღმერთი. არსებობს მხოლოდ ცოცხალთა ღმერთი, იმიტომ რომ თავად ღმერთია ამ სიცოცხლის მიმნიჭებელი. შესაბამისად, როცა ჩვენ გავდივართ საფლავზე და თქვათ მიცვალებულებს ვლოცავთ, ამით ვადასტურებთ ამ ჩვენს განწყობას, რომ ძალიან გვიხარია, რომ აღდგომამ დაარღვია ეს ჯებირი საიქიოსა და სააქაოს შორის. და ეს ჯებირი ძალიან დროებითია, ხო, მოვადოთ და ჩვენს გადავალთ და შეუერთდეთ. ჩვენი მიზანია, რომ აღდგომის შედეგს, ანუ სასუფეველს, განვიცდიდეთ მათთან ერთად. ეს არის და ეს უნდა იყოს ბრწყინვალე შვიდეულში საფლავზე გასვლის უმთავრესი მოტივი. და ეხლა როდის გახვათ, თქვათ, ეხლა თქმა უნდა ორშაბათი, თქვათ, მიღებულია, თქვათ, ასე თუ ისე, მაგრამ ეხლა თქვენ წარმოვიდგინეთ, აღდგომა დღეს, თქვათ, აი ეხლა მე თუმცა ეს ტაძრები ბევრია, რომ სასაფლავებზეა ხოლმე და ეხლა ესე იგი ტაძრდა რომ გამოხვალ, არ უნდა გაიხედო, თქვათ, თუ კი ვინმე შენი ახლობელია დაკრძალული იქ, თავისთავად ეს გარეგნული, ისიც საერთოდ აი მე ერთი რამ მინდა თქვა, რომ გარეგნული წესჩვეულებები თუ კი დაცლილია შინაგანი, თქვათ, განათლებისაგან და შინაგანი, თქვათ, იმისგან თუ რატო ხდება ესა თუ ის რამ, მაშინ ჩვენ ვემსგავსებით ფარისოვლები ყოველ წელს აღასრულებდნენ. ყოველ ერთ-ერთი განმარტებელი იმასაც კი ბრძანებს, რომ ფარისოვლებმა ის არ იკმარესო, რომ მოსერჯულდებას აღასრულებდნენ, ზედმიწევნით კიდე დაამატეს რაღაცა წესები და იმათაც კი აღასრულებდნენ, მაგრამ საქმეზე რო დადგა, ქრისტე აწვეს ჯვარს. და მამაო, შემდეგ აი ერთი ძალიან საინტერესო ის გამახსენდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანის კითხვა ალბათ, აი ხშირად არის ხოლმე, რომ აღდგომის დროს ვინც მე შემდეგ პერიოდში ერთი კვირის მანძილზე გარდაიცვლებიან ხოლმე, ამბობენ ხოლმე, რომ 64-ის კარი ღია, ამ დროს რაღაცა მართლა ღია არის ბჭყალებში, აი ის აღსავლის კარი ალბათ ეკლესიაში რო არის ღია, ეს უკვე მაგას ისა რა ქვია, მეტყველებს, ხო? და ამ შემთხვევაში აი იქ დადებული პურიც, ხო, არტოს ეს სიტყვაზე, მე რიგდება ერთით. ანუ აი ამ შემთხვევაში აი ზეთის ცხებებს, არტოს, აი ამას შვიდგიზეთის ცხებას, ამ ყველაფერს რა მნიშვნელობა აქვს ადამიანთათვის და რამდენად არ უნდა გამორჩეს ამ ყველაფერს ადამიანი და თუ გამორჩა, ვინც გამორჩა, ბევრი ადამიანი არის უცხოეთში მყოფი, რაღაცა ბევრი ვერ გადის სასაფლაოზე, მამო, მაგრამ რაღაცნაირად თუ შეიძლება აქედან რომ ანუგეშთ, იმიტომ რომ ეს ხალხი არიან ძირითადად ჩემთვის ყველაზე საყვარელი ხალხი, ვინც ვერ შეძლო, იმიტომ არის ეს გადაცემა, რომ ვინც ვერ შეძლებს იმას რაღაცა ფიზიკურად აქედან რომ რაღაცა ვანუგეშოთ და თუ შეიძლება რომ ამასთან დაკავშირებით მე პირველ ყოვლისა უფლებას ვისწრებ ჩემ თავს, რომ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოვიკითხო ის ადამიანები, რომელზეც თქვენ ბრძანებთ
და გამოვთქვა ძალიან დიდი იმედი, რომ ღვთის მადლით ისინი ჩვენ დედა სამშობლოში დაბრუნდებიან და აქ განაგრძობენ თავიანთ მოღვაწეობას ღვთის მადლით და ღვთისნებით. რაც შეეხება აი ამ საკითხს, რაზეც ვსაუბრობთ, კიდევ ერთხელ ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ უმთავრესია ის კი არ არის უმთავრესი, რას ვაკეთებთ, თავარია რატომ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ეს რატომ განსაზღვრავს მე იმას, რასაც ვაკეთებთ. მოდით რამდენიმე სახსენეთ თქვენ თქვათ საკითხი, ხო? პირველი დავიწყოთ აღსავლის კარის თქვათ გაღება. რა თქმა უნდა, ეს თქვენ მოგეხსენებათ, რომ საკურთხეველი არის სახე სასუფევლისა და აღსავლის კარი არის სახე სასუფევლის კარიბჭისა, რომელიც გახსოვთ თქვენ ადამისა და ევას შესაძლებლობის შედეგად დაიხშო. და იქ როგორც წერს მოსე წინასწარმეტყველი, ღმერთმა დაადგინა ქერუბიმ მოწყინარე מחვილით, რომ იქ არავინ არ შესულიყო. ხოლო ახალ აღთქმაში გახსოვთ, როცა ქრისტე ჯვარს ეცვის, იქ რამდენიმე სასწაული ხდება მისი აღსრულების შემდეგ. ერთ-ერთი არის კრეცამბელი ჩაიხევა, ზეიდგან ვიდრე ქვემომდე მათემახარებელი ბრძანის. რას ნიშნავს ეს კრეცამბელი ჩახევა? მოგეხსენებათ ძველი აღთქმის ტაძარში წმინდა დახშული იყო, იქ ვერავინ ვერ შედიოდა. იმიტომ რომ სასუფეველი იყო დახშული. თქვა, რაც წმინდა იყო, დღეს ის საკურთხეველია. საკურთხეველში ჩვენ დღეს შევდივართ, იმიტომ რომ ეს ამის გახევა ნიშნავდა იმას, რომ უფალმა თავისი ჯვარცმით გახსნა სასუფეველის კარი და ჩვენ იქ შევდივართ. სწორედ ამიტომ არის გახსნილი აღსავლის კარი აღდგომის შემდგომ ერთი კვირის განმავლობაში და აქ ამ მნიშვნელობა არის ამისი, რომ ჩვენ ყველას გახსნილი გვაქვს სამოთხის კარი. ჩვენ ყველანი დაპატიჟებულნი ვართ სამოთხეში, აი მე ქორწინათა იგავის თანახმად, ხო? მაგრამ როგორც აი ჩვენ ქორწილში დაპატიჟებენ, ჩვენება მივალ თუ არა, ასევე სრულიად ჩვენება ამ გახსნილ სასუფეველის კარში შევართ თუ არა. ეს ჩვენზეა დამოკიდებული. რითი მიიღწევა კიდევ ერთხელ საქმით გამოხატული რწმენით. როცა შენ საქმით გამოხატავ ამ რწმენას. რაც შეეხება ზეთისხება, ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ შვიდზეთისხებას გულისხმობ, ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ აქაც ადამიანმა იცოდეს რას ნიშნავს ეს ზეთისხება და აი ხშირია შემთხვევები ტაძრებში, რომ აი ადამიანი არ მოდის ხოლმე რა წელი ისე გავა, რომ არ მოდის ტაძრში და ზეთისხების დროს ივსება ტაძრები. და მას გონია, რომ ზეთს იწყებს და ამით თქვათ ყველაფერი დამთავრებულია და ასე თქვათ სასופველის კარი გაღებული აქვს. არა ჩემოგარგებო, მე მინდა გითხრათ, რომ ეს თავის მოტყუებაა უბრალოდ, იმიტომ რომ ეს რომ საკმარისი ყოფილიყო, მაშინ საერთოდ ადამიანის ქრისტიანის მოღვაწეობას ხაზი გადაესმებოდა, ხო? უმთავრესი მაშინ კარი როცა ზეთცხებს აღარ რო არ ჭუნავს. უმთავრესი არის ის, რომ გესმოდე, რა თქმა უნდა, ის ზეთისხებაში თანამონაწილეობა აუცილებელია, მაგრამ როცა შენ ტაძარში არ დადიხარ, როცა შენ წირვას არ ესწრები, აღსარებას არ აბარებ, არ ეზიარები, განიკითხავ, ვილსიტყვაობ, ცოდვაში ხარ, თავს არ იკავებ, არ მარხულობ, რა თქმა უნდა, ზეთისხება ვერაფერი მშველელი იქნება თქვენთვის და მე მეცაც გეტყვით. ზეთისხება არის სიწმინდე და თუ კი ადამიანის სიწმინდეს შეძლებისაებრ განწმენდილი არ დახვდება, შეიძლება ის სიწმინდე დამჯელი იყოს მის. აი როგორც ჩვენ ზიარების წინალოცვებში ხო ვკითხულობთ, არა რომ უფალმა ღირს ყავს ზიარებისა, რომ არ ინებოს უფალმა რომ დავისაჯოთ ამ ზიარებით. რატომ თხოვთ ამას? იმიტომ კი არა რომ ზიარებაშია თქვა დაჯის მიზეზი, მერტმა დაგვიფაროს, ზიარება საკურნებელია სულის და ხორცის, მაგრამ შენ რამდენად ხარ მიმღებელი განწმენდილ მდგომარეობაში ამ ზიარების, უბრალოდ რამდენად ცდილობ. ხა მეორე უკიდურესობა ვინც ამბობს რომ ღირსი არა ვარ და არ ვეზიარები, ეს მეორე თემა. ზეთისხებას რაც შეეხება, აი ზეთი იცხება ადამიანებისთვის, რათა ხორცელი სნეულებისგან განიკურნონ ისინი. თქვენ მოგეხსენებათ, ეხა მიღებულია რომ მარხვაში თქვა ვაწყებ ჩვენ ზეთს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ადამიანი სნეულის მდგომარეობაშია და მოძღვარს მღვდელს აქვს უფლება რომ ნებისმიერ დროს მივიდეს და აღასრულოს მასზე ზეთისხების საიდუმლო. ამასაც სახარებაში აქვს სათავე. მაგალითად, მარკოს მაღარებელთან წერია, რომ მოციქულები დადიოდნენ და სხებდნენ ზეთსა. განსაკუთრებით და იაკობის ეპისტოლეში ამაზე საუბარია, თუ კი ვინმე თქვენ შორის არის სნეული, დაუძახოს მღვდელს, მღვდელი მასთან სხებს ზეთს და ეს ზეთი საკურნებელი იქნება მისთვის. იგივე ზეთისხების საფუძველია იგავი მოწყალე სამარიტელის შესახებ. გახსოვთ ეს იგავი როგორ შეუხვევს დავარდნილ და დაწყლებულ ადამიანს ზეთითა და ღვინით, სწორედ ამიტომ ერევას ხოთაშორის ზეთს ღვინო, აი ამ იგავიდან გამომდინარე, ხო? ანუ უმთავრესი არის ის, რომ ჩვენ არა მარტო ზეთისხებაში,
არამედ მთლიანად ქრისტიანულ ცხოვრებაში მივიღოთ მონაწილეობა და ისიც უშინ საუბრობთ ამასთან დაკავშირებით რომ ესე რატომ მოდიან ადამიანები რომ ზეთი იწყონ და თქვა ეს სახში წაიღო ეხლა რატომ მოდიან ნათესღებას წყალი წაიღონ სახში თქვა და ასე შემდეგ ბზობის დროს რატომ მოდიან ბზა რომ ანუ ამის გამო არ უნდა მოხვიდე რომ რაღაც წაიღო შენი გული იქ უნდა დატოვო და ღვთისმადლი უნდა წაიღო პირველად სწორედ ეს არის დიახ აბა რომ მოაქვთ ხოლმე მე ისა რა ქვია ტელევიზიები მოყავთ ხოლმე მამაო და მოსატანი როცა წასაღები ეკლესიიდან მაშინ უფრო აწყობთ ხოლმე ხშირ შემთხვევაში და რომ მოაქვთ კიდე ტელევიზიები აშუქები რომ ვითომ რაღაცა მოიტანეს რა არც არავინ არაფერი სხვისთვის არ მოიტანა ყველას თავისთვის მოაქვს ყველაფერი იცოდეთ საბოლოოდ ვინც რას აკეთებს თავის თავს უკეთებს და მამაო კიდევ ერთი კითხვა სამწუხაროდ ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი საქართველოს ეკლესიისა და იმ სასულიერო პირებისა და რა ვიცი ყველა იმ ადამიანისა იმიტომ რომ მორჩება აღდგომა ეშვიდ ზეთისხებებიც ყველაფერი და ეს დაძრები დაიცლება არა და ყოველი კვირა არის აღდგომის ტოლფასი ამბობთ ხო სიტყვაზე სანამ კიდე მეორე ბზობა არ მოვა ხო ის ადამიანი გუში რომ მე ვნახე საერთოდ ცხოვრებაში სახეზე არ მინახავს ხო ბზობას რო გამოჩნდა მარტო აღარ მოვა ის იქამდე სანამ მეორე ბზობა კიდე არ მოვა და ასე შემდეგ და თუ შეიძლება ამ ადამიანებს რო უთხრათ რომ მარტო აღდგომით არ არის არც ქრისტიანობა არც ეკლესია ყოველი დღით არის ქრისტე და ყოველ დღე უნდა გახსოვდეს ღმერთი და რა არის ის რომ შენ დადიხარ ეკლესიაში შენ გახსოვს ღმერთი შენთვის რა სარგებელი არის ამ შემთხვევაში წყალებს სარგებელი და რა სიკეთე მოაქვს ამ ყველაფერს ისევე ჩვენთვის აი ბოლო 10 წუთი დარჩა და თუ ამას გვეტყვით ძალიან გაგვახარეთ დიახ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დასვით მინდა აღვნიშნო იმიტომ რომ მართლაც აი პრობლემაა ეს რომ ადამიანები მარხვის განმავლობაში მოდიან ხოლმე ტაძარში და როგორც კი მარხვა გადის ну ეს ყველაზე ვერ ვიტყვით ამას მაგრამ გარკვეული ნაწილი ტოვებს ტაძარს მომავალ მარხვამდე თქვა ხშირად ჩვენ ხუმრობით მარხვის მროსაც ვეძახით ხოლმე ასეთ ადამიანებს თავისთავად ცხადია რომ ეს არასწორი დამოკიდებულება ღმერთი მარხვაში ღმერთია და ხსნელში ღმერთია და ღმერთის ერთ-ერთი თვისება მოგეხსენებათ თქვენ არის ის რომ ის მარადიულია მარადიულად მეფობს მარადიულად სუფევს შესაბამისად მარადიული მსახური ქრისტიანობა არის ღვთის მარადიული მსახურება აი გრიგოლის სიტყველი ამბობს რომ ყოველი შენი სიტყვის დასაბამის და დასასრულის ღმერთი უნდა იყოს რა თქმა უნდა აღდგომის სიხარულს მიესადაგება სიხარულითი განწყობა როცა აგლოვა მაგრამ ქრისტიანული ცხოვრება არ უნდა შემოისაზღვროს ყოველ და ყოველ აღდგომასთან დაკავშირებული მარხვითა და თქვათ აღდგომის სიხარულით მხოლოდ იცით ადამიანი რომელიც ტოვებს ეკლესიას მე მინდა პირდაპირ ვთქვა რომ ის განიძარცვება საღვთო მადლისაგან და თუკი ადამიანი საღვთო მადლისაგან განძარცვულია ის ადვილი მოსავრევია ეშმაკის მიერ და საღვთო მადლისგან განძარცვა როდის ხდება შენ რაც არ უნდა იმარხულო რაც არ უნდა თუკი დატოვე ის პირიქით მაშინ უფრო მეტად ჩემოა გახსოვთ აი ერთ იგავს უბრალოდ მაცხოვრის მიერ ნათქვამს თქვათ დავასახელებ როცა ის ბრძანებს სახლდისთან დაკავშირებით როცა აი ბრძანებს რომ როცა ეშმაკი გავა სახლიდან იგი სხვადასხვა ადგილებში დაძრწის და ბოლოს ვერ ნახულობს ადგილს და ამბობს თავისთვის რომ მოდი ნახავ აბა წავალ ჩემს ძველ ალაგს ეგებ თქვათ ისევ იქ დავემკვიდრო და დაბრუნდება ის ეშმაკი ბრძანებს მაცხოვარი ნახავს რომ მისი სახლი დალაგებული სადაც ის თვითონ იყო დალაგებულია დასუფთავებულია და წავა და თავისნაირ კიდე შვიდს მოიყვანს და იმ სახლისთვის ის დღე უფრო უარესი აღმოჩნდება ვიდრე პირვანდელიო ბრძანებს მაცხოვარი რა იგულისხმება აქ სწორედ ეს იგულისხმება როცა შენ საღვთო მადლში ხარ განაგდებ შენი თავისაგან ეშმაკს მაგრამ შემდგომ როგორც კი ამას ვთქვათ მოახერხებ და რაღაცა მადლს მიიღებ ვთქვათ ამ შემთხვევაში აღდგომის მადლს მიიღებ ხო ქრისტე ჯვარცის მადლს მიიღებ და უბრუნდები ისევ ძველ ცხოვრებას თავისთავად ცხადია ამ შემთხვევაში ეშმაკი კიდევ უფრო დიდი ანუ ეშმაკის თავარი მიზანი რა არის ეშმაკს მეტი მიზანი არ გააჩნია მან უეჭველად იცის რომ მისი ბოლო ჯოჯოხეთია ეს მან იცის ერთადერთი მიზანი აქვს მას რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გაიყოლოს უკან ამიტომ და ამის ნება ჩვენ არ უნდა მივცეთ მას ჩვენზეა ეს დამოკიდებული ჩვენ ღმერთმა კი გამოგვიხსნა მაგრამ ბუნება გამოხსნილია მაგრამ პიროვნების გამოხსნა თითოეულ პიროვნებაზეა დამოკიდებული ხო ჩვენ ამდენად მივიღებთ და რითი უნდა ვებრძოლოთ ეშმაკს ხა იარაღით ვერ შეებრძოლებით თქვა ხო ეშმაკს უნდა ებრძოლო ლოცვით მარხვით მოღვაწეობით
და ეკლესიური ცხოვრებით, აი ისევ ამას უბრუნდები, იცით რომ მე პირდაპირ მინდა თქვა რომ ადამიანი რომელიც აღდგომის შემდგომ ტაძარს ტოვებს მომავალ აღდგომამდე ის არ არის ეკლესიურად ცხოვრები ადამიანი. სამწუხაროდ ეს რეალობაა და ჯობია რომ რეალობას გაუსწროთ თვალე, იმიტომ რომ რეალობის შემდეგ უნდა დაუსვათ ჩვენს თავს დიაგნოზი და დიაგნოზის შესაბამისად უნდა უმკურნალოთ. ხო, სულიერ სფეროს გულისხმობ, თუმცა ეს ხორციელ სფეროშიც ასეა, მოგეხსენება თქვენ. ამიტომ აუცილებელია ადამიანმა გამოიკვლიოს თუ რატომ აკეთებს ამას და რატომ საკუთარ თავს თვითონვე რატომ განაგდებს ღვთისმადლისაგან. დიახ და თუ შეიძლება მამო, კიდე აი 4 წუთი დარჩა და ვინაიდან 4 წუთი დარჩა, ცეცხლის გადმოსვლასთან დაკავშირებით მინდა კითხოთ და ხშირ შემთხვევაში ადრე გადმოდის ხოლმე, ჩვენთან გვიან არის აღდგომა. ამ შემთხვევაში მე შემდეგ ულოცავენ ხოლმე ამ ყველაფერს და რამდენად აი ანუ თან ეს ცეცხლი მარტო მართლმადიდებლებზე გადმოდის, ეხლა ძალიან ეგოისტურად კი გამოდის, მაგრამ ეგრეა ფაქტი სახეზე არის, სადაც ჭეშმარიტება აი გადმოდის ცეცხლი და თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით თუ იტყვით კიდე რამოდენიმე სიტყვით და იცით აქაც თქვა იმ კონტექსტში მინდა განვიხილო რომ ჩვენთვის მართლმადიდებლებისთვის ცეცხლის გარდამოსვლა არ არის გადამწყვეტი იმისთვის რომ ქრისტიანები ვიყოთ. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენთვის თავარია რომ ყოველი დღე სასწაულია, ყოველი დღე, ყოველი გათენებული დაღამებული. რაც შეეხება ცეცხლის გარდამოსვლას, აქვე აღნიშნულ, რა თქმა უნდა, ეს უდიდესი გამოვლინებაა, რაც თქვენ სწორი ბრძანეთ, მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლებზე გარდამოდის. რაც უცხადესი დასტურია იმისა, რომ მართლმადიდებლობაშია ჭეშმარიტება და საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი. რატომ გარდამოდის მაინც და მაინც დიდ შაბათს? აი მაცხოვრე ყვირას აღწერა, ხო დიდ შაბათს რატო ხდება ცეცხლის გარდამოსვლა? იმიტომ რომ დიდ შაბათს აღესრულა უმთავრესი რამ ქრისტეს სულით ჩასვლა ჯოჯოხეთში და იქედან მართალთა სულების აღმოყვანება და ამის შემდგომ დიდი შაბათს ხდება სწორედ სასუფეველის კარის გახსნა. დიდი შაბათის შემდეგ გვაქვს ჩვენ სწორედ 64-ში უკან დაბრუნების იმედი და სასოება და ამიტომ აი სხვადასხვა ალბათ დაკვირვებიხართ აღდგომის ხატებში აი ეს რო არის ჯოჯოხეთის წარდგენება მართლმადიდებლურ ხატებში არასდროს არ გამოისახება როგორ გამოდის მაცხოვარი გამოქვაბულიდან აღდგარი გამოისახება ყოველთვის ჯოჯოხეთში როგორ არის და როგორ ამყავს მართალთა სულები და გადაყავს 64 ეს არის აღდგომის უმთავრესი დანიშნულება ეს არის აღდგომის უმთავრესი სიხარული რომ ღმერთმა რომელიც მოკვდა ჩვენთვის თავისი სიკვდილით დაამარცხა სიკვდილი და გახდა როგორც ჩვენ ტროპაში ვგალობთ სიკვდილითა სიკვდილისა დამდგმელი მან გაიმარჯვა სიკვდილზე იმიტომ რომ ის განკაცებული ღმერთია და ყოველი ადამიანი მოწოდებულია იმისკენ რომ გახდეს აი ამაღლდა ხო როგორც პავლე მოციქული ამბობს ამაღლებული მაცხოვარი არის ჩვენი წინამორბედი ცათაშინა ჩვენ მოგვიწვა ამაღლდა დაგვპატიჟა სასუფეველში ერთადერთი რამ დარჩა რომ ჩვენ ეს დაპატიჟება მივიღოთ და მივიდეთ მასთან ის ჩვენ გველოდება. დიახ. დიდი მადლობა მამო, ბედნიერ აღდგომას გისურვებთ. ყველაფერი კარგს გისურვებთ და რა ვიცი, ისა რა ქვია, რა შეიძლება რომ კიდე იმ ადამიანები, ვინც აი ვერ ესწრებიან რაღაც მიზეზების და გამო, თუ შეიძლება რომ უთხრა ზოგი პატიმარია, ზოგი რაღაცა და აქედან აი დიახით, ნახევარი წუთი დიახ. დიახ, აი ძალიან კარგია, მადლობა ღმერთს რომ მომეცა ამის საშუალება რომ იმ ადამიანებს რომელნიც თქო შეჭრებულნი არიან თუ საპატიმროსში არიან ანუ ზოგის ნეულია მე მათ მინდა მიმართო რომ ნებისმიერი განსაცდელი ღვთისგან არის მოვლენილი ნუ გეშინიათ ღმერთს თქვენ ძალიან უყვარხართ აი წარმოვიდგინეთ თქვენ რომ თქვენი შვილები გიყვართ მაგალითად ხო ძალიან გიყვართ და თქვენ თქვა 2-3 წლის ბავშვი რო ყავთ მას ხომ იმ ხელატურს არ დაადებთ რომ თქვა გაისრისოს და ჩვენ რომ ჩვენი შვილები გვიყვარს ღმერთს მილიარდ გზის უფრო მეტად უყვარვარ ჩვენ და შესაბამისად ის ჩვენ არ დაგვადებს იმ ტვირთს ვის სიტყვით ჩვენ არ შეგვიძლია ეს ერთი და მეორე იცოდეთ რომ ყოველი განსაცდელი თქვენი სულიერი წინსვლისთვის არის ჩვენი სულიერი წინსვლისთვის არის ყოველი განსაცდელი დაბოლოვდება იმიტომ რომ ჩვენ აი რასაც ხისმება ეს კითხვები ერქვათ ის რატო არის ყოველი განსაცდელი არის პროცესი რაც ამ ქვეყანაზე შედეგ ჩვენ იქ მოვიმკით ამიტომ იცოდეთ რომ თუ კი მძიმე განსაცდელი გაქვთ, ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთს ძალიან უყვარხართ და კაი შედეგი დადგება აუცილებლად არ არსებობს როგორც უწმინდეს ბრძანა არ არსებობს ჩიხი. ღმერთმა დაგლოცოთ და გილოცავ წინასწარ ქრისტეს წინვალე აღდგომას. დიდი მადლობა. გვიან, მაგრამ გაზაფხული აუცილებლად მაინც მოვა თქვენ იცოდეთ და გეხოცეთ თავარი არ იდარდოთ, იმიტომ რომ ის შედეგი რაც ხდება, რაც ურთულესი არის, ხო? მაშინ გება, როცა თქვენ დარც მიეცემით რა, მაშინ ასრულებს თავის საქმეს და აი თქვენ თუ არ იდარდებთ ბევრს, ხო მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მტკივნეული არის ეს ცხოვრება, ხო, მაშინ ის თავის საქმეს ვერ იზამს, ის გასაჭირი თუ რაც არის ჩვენს თავს მოვლენილი